თბილისში დავაკავეთ ერთი პირი, რომელმაც მიმდინარე წლის 1 ივნის ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხში ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსროლი იარაღით მოქალაქე მოკლა, ხოლო შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ავტოფარეხშივე დამარხა. ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 9 ივნის დავაკავეთ. დანაშაულის ჩადენის იარაღი მითკიცებად ამოვიღეთ. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.